მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის. მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ლადო ქვილორია, რომელიც ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელია რეგიონში, მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ლიდერი, ამავდროულად 2025 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატი. მოგესალმებით, ბატონო ლადო. მადლობა გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მუდმივია მაყურებელი ალბათ იცის, რაზეც გვექნება საუბარი, ახალი მოწვევის საკრებულოზე, თქვენს სამომავლო გეგმებზე, პარტიის ხედვებზე, თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით, რომ გამონახეთ დრო და ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. დავიწყოთ გუშინდელი საკრებულოს ხდომით. თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენი ემოციები და თქვენი შეფასება ანუ საკრებულოსთან მიმართებაში, რას გვეტყვით, როგორ ჩაიარა პირველმა ხდომა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ნინო, მოგესალმებით მაყურებელს. გუშინდელმა დღემ ჩაიარა საკრებულოს პირველი ხდომა იყო, არჩევნები იყო თავმჯდომარის, მე-4-ით აირჩიენ. ბატონ დავით დარჩია. თქვენ სხვა მოლოდინები გქონდათ? გქონდა რომ შეცვლილიყო და ახალი სახეები წარმოედგინა ქართულ ოცნებას. ასევე აირჩიენ ფრაქციები, კომისიის თავმჯდომარეები, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა არჩევნებში. განპირობებული ეს, რომ არ მიიღეთ მონაწილეობა. ანუ და სამომავლო გეგმებზეც კითხავთ, თქვენი თანამშრომლობა როგორი იქნება დესტრუქციული თუ პირიქით საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ. თუმცა ის რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ხართ და კენჭისყრაში მთელ რიგ საკითხებში არ მიიღებთ მონაწილეობას, ეს გაცხადებული იყო, გუშინ გამოჩნდა. ფაქტიურად იცი და ორი ვართ ოპოზიციური და ერთი ძლიერი საქართველო ლელოდან და მეორე გახარია საქართველოსათვის ორი წარმომადგენელი. მოგეხსენებათ რომ მაქსიმუმ დავქნათ მეც და გიორგი მაც რომ რაღაც წინადადებებით შევიდეთ საქმეზე ორიენტირებით რომ ოზურგეძე მორგებული ყველა სფეროში დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული სოციალური, დამთავრებული კულტურული ჩვენი წინადადებები შევიტანოთ. შემდეგ ხალხი დაინახავს, მოგცემენ და ამტკიცებენ ამ წინადადებებს თუ არ დაამტკიცებენ, ჩვენ ძირითადად ვიქნებით ორიენტირებული ოზურგეთის მაცხოვრებლებზე და ოზურგეთელ ამორჩევლებზე. ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება მზაობა, თქვათ, ხელისუფლების მხრიდან წამოვლენ თანამშრომლობაზე, თქვენთან დიალოგზე, გაითვალისწინებენ თუ არა თქვენს მიერ წამოჭრილ საკითხებს? ჩვენ არ დავუტოვებთ არაფერს, ჩვენ ისეთ საკითხებს წამოვჭრით, საზოგადოებაც დაინახავს, რომ არ წამოვიდნენ ჩვენთან შეთანხმებაზე. და თქვენ ფიქრობთ, რომ გექნებათ ბერკეტი იმისა, რომ თქვენი ხმა გაიტანოთ, თქვენი ინიციატივები გაიტანოთ? რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთ წინადადებებს წარმოადგენთ, რომ არ დავუტოვებთ უკან მოსახეთ გზას. ერთადერთი დარჩებათ, რომ ან დაგვიჭიროს ხარი, ან გასცენ პასუხი ოზურგეთელ მოსახლეობას. და თქვენი ამორჩევლის დაკვეთა რა იყო ამ შემთხვევაში, რომ თქვენ რა უნდა გაგეხორციელებიათ მუნიციპალიტეტის საკრებულოში, როცა ხვდებოდით წინა საარჩევნოთ მოსახლეობას, რას ითხოვდნენ ისინი, რის მოგვარებას და თუ გაქვთ ეს თქვათ პრიორიტეტებად დალაგებული, რა უნდა წარადგინოთ და რა მოითხოვთ? სამუშაო ადგილები. რომელიც ჩვენ კარგად მოგეხსენებათ, მთლიანად მთელი რაიონი მოსახლეობა დასაქმებულია ძირითადად საბიუჯეტო სფეროში. ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა ბიზნესის განვითარებაზე, რომელიც დაკვეთა იყო და ჩვენ მაქსიმალურად შევძლებთ ყველაფერს გავუკეთებთ, რომ მცირე ბიზნესი წამოვწიოთ წინა პლანზე, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობები. და რა ინიციატივა გაქვთ თქვათ ბიზნესთან მიმართებაში? პირდაპირ დასაქმება თქვათ პირდაპირ მოვალეობა არ არის ამ კუთხით საკრებულოსი დასაქმება, მაგრამ რაღაცა მცირე ბიზნესის განვითარება, ანუ თქვენი გეგმები რა არის თქვათ ამაზე? არის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც პროგრამებში ძირითადად იმარჯვებს აღნიშნული მმართველი პარტიის წევრები ან ოჯახის წარმომადგენლები ან სანათესაო. ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ, რომ ყველა ნებისმიერმა ოზურგეთელმა, რომელიც განაცხადს შეიტანს სახელმწიფო პროექტში და იქნება უმაღლესი ხარისხის, იქ არ იყოს დაჩაგვრა. ელემენტარულად, რომ ხელი შეუწყოთ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც აქვს საღი იდეა, საღი ბიზნეს გეგმა, განავითაროს ჩვენს რაიონში.
ჩვენს რაიონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ყოველივე მიმართულებით, გინდა ვიღოთ ტურიზმი, გინდა ვიღოთ სოფლის თუ გაქვთ მაგალითად სფეროებად დალაგებული საკითხები, მაგალითად სოფლის მეურნეობაში რა შეიძლება რომ განახორციელოთ, ანუ თქვათ იგივე ბიზნესთან მიმართებაში, იგივე თქვათ ანუ ნებისმიერი სფერო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. აი თუ გაქვთ პრიორიტეტებად დალაგებული, თქვათ რომელი სფერო იქნება თქვენთვის პირველი, რომელიც თქვათ შეხვალთ ინიციატივით საკრებულოზე, რომ საჭიროა მოყვარული ეტაპზე სოფლის მეურნეობა და ტურიზმი იქნება ჩვენი ძირითადი მიმართულება. კი, ასევე თქვენ სიის პირველი ნომერი ბრძანდებოდით, მაგრამ ამავდროულად იყავით პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატი სოფლის. იმ სოფელში კონკრეტულად რა პრობლემებია და შესაბამისად თქვათ თუ აპირებთ ამ საკითხის დაყენებასაც. მართალია ვერ გავიმარჯვე სოფელში რომაში, მაგრამ მე იქ ჩემს ამომრჩეველს დავწერდი რომ მაგრამ გეყოლებოდათ თქვენი ელექტორატი და რა თქმა უნდა, ყავდა მე დავპირდი რომ მნიშვნელობა არ აქვს, მე მაინც მხედავ აღნიშნულ სოფელს. ფაქტიურად გული წდებოდა, იმიტომ ჩემი შთამომავლობა მოდის სოფელში რომიდან. აი მახსოვს ძველი პერიოდი, როდესაც დავდიოდი სოფელში რომაში, ეს იყო ერთადერთი უძლიერესი კოლმეურნეობა იმ პერიოდში მთლიანად მთელ საქართველოში. ჩაის მიმართულებით მეცხოველეობა ეს იყო, მაგრამ დღეს ფაქტიურად სადაც დავდიოდით მიტოვებული სოფელია. წარმოიდგინეთ ერთ-ერთ ბრიგადაში, სადაც 76 ოჯახი არსებობდა, 40 საერთოდ დახურულია. 12 ოჯახია სრულფასოვანი, სადაც მთლიანი შვილი მამა და ბაბუა იმყოფება. წარმოიდგინეთ, დაცლილია თელი სოფელი. და რა სიტყვებს მაგალითად კონკრეტულად ეს სოფელი და რის მოგვარებით? შეწყობას რომ დაბრუნდნენ ის ადამიანები. ფაქტიურად ახალგაზრდა სოფელში არჩეული არ არის. და როგორ ფიქრობთ? ჩვენ უნდა შევუწყოთ, რომ ბიზნეს წინადადება ბიზნესის დაფინანსებით რომ დაბრუნდნენ ეს ადამიანები და სოფელში აწარმოონ აი ციტრუსთან მიმართებაში, ახლა ციტრუსის სეზონია და შესაბამისად აქვს თუ არა პრობლემები თუ არ ექნებათ აბარებენ და შესაბამისად ფაქტიურად ახლა მოსტრის სამინისტრო, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთია ჩაბარება და მეორე თანხა რომელსაც უხდიან, ხო? დიახ. შეუწყო სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ყველა ადამიანს. ყველა სოფელს აქვს პრიორიტეტი, ზოგან არის ჩაის კულტურა განვითარებული, ციტრუსი რაც ეს ბოლო აწლეულებია მოცვი. ჩვენ თუ არ შევუწყოთ სახელმწიფო თუ არ შევუწყო გლეხს რომ გაასახლოს სპეციალური მიმღები პუნქტები როგორც ადრე იყო უნდა შეიქმნას. მართალია თქვენ ორი მიმართულებათვის აი ფაზი არის ძალიან სასაცილო. წარმოიდგინეთ იმას მოვლა უნდა, სპეციალური სასრუქები უნდა, მინერალები უნდა, ეს ძალიან დიდი თანხა ერთთან მუშახელს თუ იხმაროს დაახლოებით საერთოდ აღარჩები. აი რა შეთავაზება შეგიძლიათ გავუკეთოთ საკრებულოს, მაგალითად რა უნდა ღირდეს 1 კილოგრამი ციტრუსი, რომ კმაყოფილი იყოს გლეხი და ფერმერი. ამ თვალსაზრისით თუ გაქვთ ნაფიქრი თქვენს პარტიასაც და თქვათ ამ მიმართულებით თუ მუშაობთ. საშუალოდ მოგეხსენებათ წლების განმავლობაში ციტრუსის ფასები დაახლოებით დაახლოებით ლარი და ხარისხების მიხედვით არის ლარი და 50, მაგრამ სამარცხვინოა, როცა ენეს ეძახიან დაბალი ხარისხს, რომელსაც დღეები ერთადერთია აჭარასა და გურიაში ქარხანა, სადაც ბარდება ეს დაბალი ხარისხის ციტრუსი და დღეები უწევთ შრომის, ნატანების და ურეკის მაცხოვრებლებს აჭარის ტერიტორიაზე, რომ ჩააბარონ აღნიშნული ენესი და ისიც მინიმალურ თანხად. მინიმუმ სახელმწიფო მინიმალურად უნდა გაზარდოთ ასეთ დაბალი ხარისხის ციტრუსის მიღება დაახლოებით 40-50 თეთრამდე. რომ გლეხს მაინც ჰქონდეს საშუალება, იმიტომ ჩვენთან უკვე წლოვანებით ხანდაზმულია. და დაბალი ხარისხის დიდი რაოდენობით მოდის, ვიდრე უმაღლესი ხარისხის ციტრუსი. დაახლოებით პირველ ეტაპზე მინიმუმ უნდა იყოს ლარი ნახევარი ჩაბარების ფასი, არა კომერციული ფასი. როდესაც შემოდის დაუშვათ სხვა ქვეყნებიდან ყიდველი, იქ უკვე სხვა ფასია. და შეთავაზება იქნება თქვენი მხრიდან, როგორც საკრებულოს, იმიტომ ჩემ
ორი მიმართულება კომისიაში, აგრარულში და ინფრასტრუქტურის კომისიაში, აღწერიანდი ეს მოთხოვნა საოფიციალური. საკრებულოში დაყენებული იქნება საკითხი, რომ მაქსიმალურად ეს მარტო ჩვენი პრობლემა არა, მათი პრობლემაცაა და უმეტესი მათი ამორჩეველი ცხოვრობს აი იმ სოფლებში. და ინფრასტრუქტურაც ახსენეთ, საინტერესოა თქვენი ხედვები, თქვენი პარტიის ხედვები ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ალბათ ხვდებოდით მოსახლეობას და რამდენად მტკივნეულია ეს საკითხი, შიდა გზებზე მაქვს საუბარი, არა მარტო. სხვათა შორის მინდოდა დამეყენებინა საკითხი, მაგრამ ძალიან დროის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ. ჩვენ მოვითხოვთ ის ინფრასტრუქტურის კომისიაში გაწევრიანება მოვითხოვეთ, წინადადებით შევდივართ, რომ საგამომძიებლო ჯგუფი ჩამოყალიბდეს. დიახ. რა მიმართულებით აი თქვენ რო თქვით რადიო ნატანებში ორივე სკოლა ფაქტიურად რამდენი წლის განმავლობაში, ასევე ნაგუმარში მოსწავლე, რომელიც პირველიდან მეხუთე კლასამდე სწავლობს და გადადის სოფელში 8 საათზე მთავრდება 3-8 საათზე, ყველას უჭირს. სწავლა ასე გამოდის. აი დარღვევები კორუფცია არაა. კორუფცია როგორ არაა? წლების წინ დამთავრებული ბაღები რომ უნდა ყოფილიყო და სკოლები დღესაც დამთავრებული არაა ინფრასტრუქტურაში. აი გუშინ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ყოფილი და აკავეთ. ფაქტიურად რამდენი ეთერი დაეთმო ოპოზიციური ტელევიზიიდან აი ამ მიმართულებით, რომ აი არის ასე თან დასაბუთებულად დაუდგნენ, რომ ოზურგეთის აი თქვენ ინიციატივით შეხვედით, რომ შევართ ჩვენ საგამომძიებლო მუშაჯგუფის შექმნისათვის და გადასაწყვეტია უკვე ელემენტარულად და თვითონ ებრძოლებიან ფაქტიურად თვითონ დაიწყეს ბრძოლა და არა მგონია ვარი თქვენ ადგილობრივზე თვითმმართველობის დონეზე ამ კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნა. მოკლედ თქვენი საუბრიდან გამომდინარე მარტო ოზურგეთის რაიონში ესა ძლიერი საქართველოს 57-ვე მუნიციპალიტეტში საკრებულოებში აი თქვენი ლელოს მოთხოვნა ეს, დიახ. კორუფციული ჯგუფების შექმნა, რომელიც წინააღმდეგ მოკლედ იქნებით კრიტიკულები, მაგრამ ამავდროულად თანამშრომლობაზე ორიენტირებული. რაც შეეხება იმას, თქვენთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება, ერთი წარმომადგენელი ყავს ოზურგეთის საკრებულოში გახარია საქართველოსთვის, იქნება თუ არა თქვენი თანამშრომლობა, შედგება თუ არა, თუ გაქვთ თქვათ ანუ თუ გქონდათ საუბარი ერთნაირი ანუ გეგმებთან დაკავშირებით ხედვები და ასე შემდეგ. ჩვენი ხედვები ოზურგეთის რაიონის მუნიციპალიტეტში ემთხვევა ერთმანეთს და ჩვენ ვიმუშავებთ ერთად. ანუ კონსტრუქციულად ანუ იმუშავებთ და და რაც შეეხება თვითონ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას, ანუ ეს იქნება ვთქვათ კრიტიკაზე ორიენტირებული, ეს იქნება საქმეზე ორიენტირებული, ანუ წინა მოწვევის საკრებულო გვახსოვს, რომ ძირითადად სანახაობრივი იყო, ვიდრე საქმეზე ორიენტირებული, იმიტომ რომ მუდმივად მთავრდებოდა ყველა სხდომა კამათით, ურთიერთდაპირისპირებით, ეს იქნებოდა სიტყვიერი დაპირისპირება, ეს იქნებოდა ფიზიკური დაპირისპირება, თქვენ გეგმავთ. ფიზიკურადაც ვერ მოახერხებთ, იმიტომ რომ მცირე რაოდენობით ხართ წარმოდგენილი საკრებულოში და ამ კუთხით იქნება კრიტიკაც, იქნება და ძირითადად საქმეზე ორიენტირებული იქნება კრიტიკაც. არავის აპირდები რომ მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული იქნება. და ბოლო კითხვა ალბათ ჩემი იმას შეეხება, რომ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შევიდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, არა მარტო ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით, არამედ ორი პარტია იყო და ერთ-ერთი არის ლელო ძლიერი საქართველოსთვის. თუმცა გააჟღერა პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც, რომ პატივს ცემს თქვენს ამორჩეველს და თქვენ შეგინარჩუნდებათ მანდატი, თუმცა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით. ამასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებს და რას გეგმავს პარტია? ძალიან საინტერესოა წინასწარ როგორ ამბობს სასამართლოში შევიდეს, განჩინება უნდა იყოს. შემდეგ ჩვენ არ ვართ ხელფეხშეკრული, შეგვიძლია გავასაჩივროთ და გავასაჩივროთ თუ ასეთი მომენტი დადგება, მაგრამ არ მგონია რომ გასაჩივრება დავჭირდეს. საკონსტიტუციო სასამართლოში უნიარსებობს მოსამართლეები, ესეთი მოსამართლეები, რომელიც საღი აზროვნები და საღი თვალით შეხედავს. ნამდვილად ძლიერი საქართველოს ლელოს პრესის მიხედვით არ უნდა იმოქმედებოდეს გაუქმება. და თქვენ ფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ პრესის მიხედვით
არ უნდა მიიღოს. ჩვენ არც გადატრიალება მოგვიწვია, არც არაფერი ეს კრიტიკა და გამოსვლები თვითონაც აღიარებენ ჩვენ რასაც ვაღიარებდით წლების განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ლადო, რომ გამოძებნეთ დრო და მოგზავნით ჩვენს გადაცემაში სასაუბრად. კიდევ გიხილავთ ალბათ. დიდი მადლობა. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ლელო ძლიელი, საქართველოსთვის წარმომადგენელი რაიონული ლიდერი, ამავდროულად საკრებულოს წევრი. მადლობა.